მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გაიგეთ, ახლა თემა იქნება ესეთი, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. ესე იგი, როგორც გითხარით, კარტი გადამივარდა. ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. სავარაუდოდ ეს ადამიანი ახლა აგრესიულ ენერგეტიკაშია, რაღაცაზე ფორი აქვს, რაღაცა აჟიტირებულია, ვიღაცაზე გაბრაზებულია. აქედან გამომდინარე, მისი ენერგეტიკა წკაპდა წამოეგო და გვამცნობა, რომ გაბრაზებული ვარ ეხლაო. კაი, გავიგოთ, თუ გაინტერესებთ. მოდი პერიოდი საშუალოდ ჩავთვალოთ ზაფხულის ბოლომდე. გაშლა თუ ზაფხულის მერე ნახავთ ამ ვიდეოს, საშუალოდ იქნება 4-5 თვის ვადების პერიოდი. პლუს მინუს საშუალო პერიოდი რო ავიღოთ, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში, რა პიროვნება, როგორია, იცნობთ თუ არ იცნობთ. გავიგოთ ყველაფერი, იმისთვის რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ახლა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ახლა ამ გაშლას შეგხვდათ, თუ წააწყდით, თუ ამოგიგდოთ რეკომენდაციებმა, ვინ ხართ თქვენ ენერგეტიკულად. ცხრიანი ხმალიო გვიჩვენებენ, გაშლას გიკეთებთ რომანტიულ ტაროსი ამ შემთხვევაში. ცხრიანი ხმალი, ტრადიციულ ტაროში ცხრიანი ხმალი არის სტრესების კარტი, შეიძლება უძილობები გაქვთ, ან ღამის რეჟიმში შესაძლებელია ასევე რომ მუშაობა გიწევთ ღამის რეჟიმში და ვერ იძინებთ, აქედან გამომდინარე გაქვთ ნერვული ცოტა არ იყოს აშლილობაც, მაინდა-მაინც ცუდად მიიღებთ. ანუ ემოციური გაუწონასწორებლობა გაწუხებთ, შესაძლებელია ნერვული ფონი იმატებდეს უძილობიდან გამომდინარე. გინდათ დაძინება უბრალოდ და საშუალება არ გაქვთ, იმიტომ რომ მაგალითად ღამის მენაში მუშაობთ, ან 24 საათიანში მუშაობთ, ზოგიერთები ასეთი ვარიანტებიც გვაქვს. შესაძლებელია ასევე ჩაგეძინებათ და გაგეღვიძებათ რაღაცა კოშმარული სიზმრით და მერე ვეღარ იძინებთ, ვეღარ მშვიდდებით. რაღაცა დეპრესიული ფონი გაქვთ ყველა ვარიანტში, რომელიც თქვენ ფსიქიკურ ძილზე და სიმშვიდეზე განსაკუთრებით მოქმედებს. ანუ თქვენ ფსიქიკაზე, თქვენ ემოციურ ფონს იხვევთ და იხვევთ, რაღაცებს იგონებთ, ვერ მშვიდდებით და ვერ გამოძინების საშუალებას საკუთარ თავს, ასე ვიტყოდი, არ აძლევთ. თქვენიდან გამომდინარე, ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე, თუ უბრალოდ არ გაქვთ საშუალება რომ გეძინებათ, მაგრამ არ გაქვთ საშუალება როგორც თქვენ მუშაობთ და ვერ იცნებთ, აქედან გამომდინარე შესაძლებელია ასე. ხუთიან პენტაკლიო მიჩვენებენ, რესურსის ნაკლებობის კარტია ხუთიან პენტაკლი, როგორც წესი ეს არის შესაძლებელია ზოგიერთისთვის რაღაც ნაწილისთვის იყოს, რომ რაღაცა ფინანსურ სიდუხჭირეს აჩვენებდეს ეს კარტი, ასევე შეიძლება ძალების უკმარისობასაც აჩვენებდეს, რაც უკვე გითხარით, გამოუძინებლობით ენერგია დაცემული გაქვთ, თავს რაღაცნაირად გამოწურული ლიმონივით გრძნობთ, არ გეხალისებათ რაღაცეები, შეიძლება გჭირდებათ პერიოდულად სამუშაო მოითხოვს, ან სიტუაცია მოითხოვს იმას, რომ გაღიმებული სახით შეხვდეთ სიტყვაზე თქვენ მოსამსახურე, თქვენ სამუშაო კოლექტივს, თქვენ კლიენტებს, მომხმარებლებს, ადამიანებს, მაგრამ აღარ გეღიმებათ რაღაცნაირად რესურსის ნაკლებობა შეიძლება იყოს, უძლურობა შეიძლება იყოს, გამოფიტული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაღაცნაირად ენერგეტიკა დავარდნილი გაქვთ, არ გეხალისებათ, არ გეღიმებათ რა. ესეთი მდგომარეობა. შეყვარებულები ამოდის. კალოდის ძირში ეს არის მე-6 მაღალი არკანი. ამ შემთხვევაში გადაადგილებაში ამ ნავში არიან წყვილი. შეყვარებულები ეს არის კარმული პერიოდი, სიყვარულთან დაკავშირებით გაქვთ ძალიან დიდი ალბათობით. ეს დეპრესიული მდგომარეობა და რესურსის ნაკლებობა, რომელიც ხუთიან პენტაკლით გვიჩვენებს, შესაძლებელია მონატრებაში ხართ ამ ადამიანის საყვარელი პიროვნების, თქვენი კარმული პიროვნება. კარმული პიროვნება ყოველთვის ყველა ვარიანტში მეუღლე არ არის, კარმული არის ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შემოდის რაღაცის მასწავლებლად,
ჩვენ ცხოვრებაში და რაღაცეები იცვლება მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი შემოვა ჩვენ ცხოვრებაში, სრულიად ესე იგი ისე როგორც ხდებოდა, აღარ ხდება ცხოვრებაში ამ ადამიანის გამოჩენის შედეგად. რაღაცეებს სწავლობ, რაღაც დასკვნამდე მიდიხარ, ბევრ რაღაცას ათვიცნობიერებ, ასე ვიტყოდი. ასევე შეიძლება იყოს რაღაც ნაწილისთვის ისიც, რომ შესაძლებელია ვირუსი გაქვთ, რაღაცა ავადმყოფობის რეჟიმში ხართ, დაწოლა გინდათ, ან წევ ხართ და რაღაცნაირად ვერ იძინებთ, მოკლედ რა. წოლასთან, ძილთან რაღაცა პრობლემები გაქვთ. შესაძლებელია ფიქრები არ გაძლევდეთ უბრალოდ ამ ადამიანთან დაკავშირებული ფიქრები, მოგონებები, რაღაც ნოსტალგიური პერიოდები და მონატრება ამ ადამიანის უბრალოდ ძილის საშუალებას არ გაძლევდეთ. ენერგეტიკას თუ ხვდებით და ემთხვევა, რომ თქვენი ეს გაშლა უყუროთ, თუ ეს კონკრეტული გაშლა ამ მომენტისთვის ხვდებით, რომ თქვენი არ არის, უბრალოდ ჩემი სიყვარულით დამიგულეთ და შეგიძლიათ გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და არჩიოთ თქვენი სასურველი სხვა გაშლები, რომელიც იქნება თქვენზე მომართული. ყველა ვარიანტში მადლობისთვის წინასწარ მე მადლობა თქვენი ენერგოცლისთვის, კომენტარების და გაზიარებისთვის. წავედით, გავიგოთ, ვინ მოდის თქვენ ცხოვრებაში. თუ ემთხვევა. მოქრის ამოვარდა ეს კარტი ორიანი, ქურუმი, ქალი, მაღალი არკანი ამოდის. რას გვმალავს? თქვენთვის დიდი ალბათობით რაღაც ნაწილისთვის ამ ვიდეოს გაშლის მაყურებელი ბრძანდებით ეზოთერიკაში ჩახედული, განსწავლული, სწავლობთ კიდევ, აგრძელებთ, არ დაგისრულებიათ ჯერ ასე ვთქვათ, შეცნობა სამყაროს ამაოების. ბევრი რაღაცა შეიძლება შეგრძნების დონეზე გაქვთ, ჰოროსკოპები გაინტერესებთ, ტაროლოგია, ფსიქოლოგია, ეზოთერიკა, ნუმეროლოგია, როგორც მინიმუმ ამ ყველაფერს თვალსადევნებთ და შეისწავლით, არც ჰოროსკოპებს კითხულობთ, უყურებთ, ასტროლოგიურ მოვლენებს, ვენერა და მერკური აგერ როდის შემოbrunდებიან, რო წინვიარო და რაღაცეები განვთვალო და გეგმები დავაწყო ჩემი სამომავლო, რაღაცებს სწავლობთ ყველა ვარიანტში, შესაძლებელია ჩემი კოლეგებიც უყურებდნენ კონკრეტულად ახლა აი ამ გაშლას. ძალიან კარგად გამოგდით და გაქვთ ეზოთერიკის ნიჭი, მინდა ვთქვა, გაინტერესებთ, კიდევ სწავლობთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ესეთი ძალიან ემპათიური ადამიანი ხართ, შეგრძნებების დონეზე შესაძლებელია ძალიან კარგად გრძნობდეთ რაღაცებს, წინასწარმეტყველური სიზმრების ნახვა, ამ კარტით გამორიცხული არ არის, რომ ხშირად ისეთ სიზმარს ნახულობთ, რომ ზუსტად ისე გიხდებათ, როგორც ნახეთ. და ძალიან ისეთი ემპათიური ადამიანი ბრძანდებით. რაღაცას გრძნობთ, რომ ვიღაც უნდა შემოვიდეს სიახლე, შემოიტანოს, შემოიშხვილოს თავისი ენერგიით თქვენ ცხოვრებაში და ამ ყველაფერზე რაღაცნაირი წინად გრძნობა, აი წინა ეიფორიის მომენტში უეჭველი ნამდვილად უნდა გრძნობდეთ. ახლა თავს თუ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, წინა ეს შეგრძნება გექნებათ ყველა ვარიანტში, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად გრძნობთ და ელოდებით ახლა და ვინ გინდათ რომ შემოვიდეს რანაირი პიროვნება თქვენ ცხოვრებაში. რაც შეეხება ამ გაშლას, თქვენ ცხოვრებაში მოდის ადამიანი, რომელიც ცოტა არ იყოს და ესეთი სამუშაო რეჟიმზეა გადართული, ესე ვიტყოდი, თავის ცხოვრების მოწყობაზე, ხელფასის მოლოდინზე, პრინციპში მისი ემოციური ფონი არის 7 თქვენგან განსხვავებით ბევრად, მას ის პატარა ფინანსიც კი ის თავის ხელფასი ძალიან შეიძლება არ ყოფნის ბევრ რაღაცაში, მაგრამ მადლიერია ღმერთის ამ სამსახურის, ამ ფინანსების და მშიერი და მწყურვალი არ არის ნამდვილად. გამომუშავების პროცესში 7-ად ცხოვრობს ეს ადამიანი და ძალიან კარგად გრძნობს თავის თავს. ეს ადამიანი 8 პენტაკლით შესაძლებელია გამოჩნდეს თქვენ კოლექტივში, სამუშაო რეჟიმში და იქ გაიცნოთ და შემოიჭრას აი ესე თქვენ ცხოვრებაში ისე რომ შემოახტებით ზურგზე ხოლმე, რომელთანაც გექნებათ ზღვა ემოცია ტუსთასით, ემოციების სიყვარულის თასი, თას დაიჭერთ. ეს ადამიანი მოგცემთ აი ამ თასს და ესე იგი თასების წვიმა წამოვა. ძალიან სასიხარულო ემოციური ადამიანი მოდის, რომელთანაც შეიძლება კავშირი ოფიციალურად გააფორმოთ, კიდევაც სამყაროს შანსები ამაზე არის.
თქვენი მომავალი ბედი მიიღეთ.